დღეს მოვედი რომ ვილაპარაკო საზოგადოებაზე და საზოგადოებრივ სივრცეზე როგორც ესეთი. საქართველოში ჯერ კიდევ დარჩენილია ის საბჭოური მენტალობა, რომ საზოგადოებრივ სივრცის აღქმა ძალიან ცუდ დონეზე გვაქვს. ანუ ის აღქმა, რომ ეს პარკები, სკვერები, ქუჩები ჩვენია, ისევე ჩვენ გვეკუთვნის, როგორც ჩვენი სახლები. ეს ცოტა დაბალ დონეზეა ჯერ, თუნდაც ვაკის პარკში მოსიარულეებს რო კითხოთ, ეს პარკი ვისია, ეს ხე ვისია, არც ერთი არ გიპასუხებთ, ეს არის ჩემი. უნდა დავიწყოთ თანდათან ჩვენი სივრცის დაცვა და იმის თქმა, რომ ეს ჩვენ არ მოგწონს, ჩვენ არ გვინდა ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც არ დარჩა სკვერი, სადაც არ დარჩა არც ერთი პარკი, სადაც ჩვენ შვილებს, დიშვილებს ვერსად ვერ გავასეირნებთ, ძაღლსაც კი ვერ გავასეირნებთ. საჭიროა ეს ყველაფერი დავიცვათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს ჩემი სივრცეა, მე არ მინდა ტროტუარზე პარკირება, მე მინდა იქ სიარული. მინდა რომ ფეხით მავალი გზა დარჩეს. არ მინდა პარკში 7 სართულიანი სასტუმრო, მსგავსი შემთხვევები, პრეცედენტები ხა იპოდრომზე ხდება. კორპუსები, რომლებიც უკვე შესახლდნენ ხალხი. მოწონთ ხედი, კარგად ცხოვრობენ და ახალ კორპუსებს უკვე აპროტესტებენ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ თურმე არც ისე სწორია, როდესაც თვითონ აშენებ რეკრეაციულ ზონაში სახლს და მე აუცილებლად ამას პრეცედენტზე ვიღაც მოყვება და ისიც ჩადგავს იქ თავის შემდეგ კორპუსს. საჭიროა რომ გამოვიდეთ და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ჩვენ სახლს, ჩვენ ქალაქს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სივრცეს ჩვენ დავიცავთ და ეს ქალაქი და ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ მოგწონს. ანუ ძალა ჩვენ ხელშია ამ შემთხვევაში და ეს მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ.